მივესალმები და მშვიდობის სულს ვუსურვებ ყველას, ვინც ახლა ეს ჩემი ვიდეო გახსნა. მე-20 საუკუნის უდიდეს წმინდას, მცხეთელ სალოს მამა გაბრიელს, რომ არ ეთქვა, ადამიანის სამშვენელი მის სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არისო, ამ 12 ვიდეოში ნაარსი, ასეთ თამამად და ლოგიკურად ჩემში ვერ გაიხსნებოდა. ადამიანის სულიერი ანატომია, საუბარი მეშვიდე, სამი ფენომენი, კაცი, ქალი, ბავშვი. სანამ ამ სამ ფენომენზე რამეს ვიტყოდე, მინდა ერთი რამ შეგახსენოთ წინა საუბრიდან. ადამიანის სულიერ სამშვენველისეულ და სხეულებრივ გონება გრძნობას ასეთი სახელები ვუწოდე. სულიერ გონება გრძნობას ვუწოდე ზეცნობიერი ზეგრძნობადი, სამშვენველისეულ გონება გრძნობას ვუწოდე ცნობიერი გრძნობადი, სხეულებრივ გონება გრძნობას ვუწოდე ქვეცნობიერი ქვეგრძნობადი. ქალსაც და მამაკაცს ერთი ბუნების სულიერი გონება აქვთ, მაგრამ სამშვენელი კი განსხვავებული. მამაკაცის სამშვენელში აღმატებულია გონების ცნობიერი ნაწილი, ქალის სამშვენელში აღმატებულია გონების გრძნობადი ნაწილი, თუმცა ეს ყველაფერი პირიქითაა სხეულებრივ ქვეცნობიერ გონებაში. კერძოდ, მამაკაცის ქვეცნობიერში აღმატებულია გრძნობადი ნაწილი, ქალის ქვეცნობიერ ნაწილში აღმატებულია გონებითი ნაწილი. გადავხედოთ ძველი ათქმისეულ მამაკაცებს, რომელთაც რამოდენიმე ცოლები და ხარჭები ერთდროულად ჰყავდათ. გადავხედოთ თანამედროვე არაქრისტიანულ ქვეყნებს. თუმცა ამ აზრის ჩაძიებას ახლა არ ვაპირებ. ქალის ქვეცნობიერში გონიერი ნაწილის აღმატებულობა იმიტომ ჩაიდო, რომ გენეტიკის აღურევლობა ღმერთმა მდედრს დააკისრა. არც ერთი მდედრი ცხოველი საქალწულე აფქს არ ატარებს. ბუნებამ ამით რაღაც თქვა. გენეტიკური სიწმინდე, რა თქმა უნდა, მეორადი სიწმინდეა, რადგან სულიერი სიწმინდე ყოველთვის აღმატებული იქნება გენეტიკაზე. მაგრამ დამეთანხმებით, რომ ეს მეორადი მნიშვნელობის სიწმინდე თუ აღურევლობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის გვარის გენის პროგრესირება-რეგრესირებაში. ბავშვის ფენომენი. ახალშობილი ბავშვის სხეულზე მთლიანად ზევიდან ქვემოთ სულიერი გონების ნაკადები გადმოდიან. მისი ველური ქვეცნობიერით სულიერი გონების მდინარებით ირწყვება. ნელ-ნელა მისი ქვეცნობიერი გონების ნაწილიც იღვიძებს, მაგრამ ზემოდან წამოსული გონების სვეტი ამ ქვეცნობიერსაც კვებავს. ბავშვი ორი პოლუსის, ზეცნობიერის და ქვეცნობიერის კონტრასტული ნაზავია. სამშვენელის მარცვალს, ანუ ცნობიერ გონებას ჯერ მასში ღრმად სძინავს. ცნობიერი გონება ეს ის გზამკვლევი გონებაა, რომელიც აქ ამ მიწიერ ცხოვრებაში თავისი ლოგიკური და რაციონალისტური აზროვნებით მართლა მგზავრკვლევივით გჭირდება. ცნობიერი გონება კიდევ ის დამცავი კედლებია თუ ფარია იმ სულიერი სვეტისა, რომელიც ბავშვი ზემოდან ქვემოთ მოემართება. ცნობიერი გონება იგივე სამშვენელის გონება, მცველი გონებაა. აი ეს მცველი გონება პატარებს ჯერ ძალიან სუსტად გააჩნიათ. ამიტომ პატარებს უყვართ მშობლების მკერდში თავის ჩადება, რადგან იქ დედიკოს ან მამიკოს სამშვენელის ცნობიერი გონება ელოდებათ. მშობლების ცნობიერში შებუდებულებს თავის საფარველში აქვთ. მათ მოწონთ ეს საფარველი, რადგან მათ სულიერი გონების გაშიშვლებულ სვეტს საფარველი ჯერ არ გააჩნია. როგორც კი პატარას ეს სვეტი ამ უზარმაზარ მიწიერ სამყაროში მარტო აღმოჩნდება, მათ იმ წამსვე დაუცველობის, საფარველის მოცლის გრძნობა უჩნდებათ. სამყაროს წინაშე შიშელ ტიტველი რჩება მათი სულიერი გონების სვეტი. ამიტომ უპატრონო პატარები მუდმივად ეძებენ ადამიანის მკერდს. ბავშვი იზრდება, მის სამშვილოში ანბანი იღვიძებს, შემდეგ არსებითი სახელების დარქმევის ცოცხალი მექანიზმი გამოიხედებს. შემდეგ არსებითი სახელები სულიერმა გონებამ აზრის კომბინაციაში უნდა მოიყვანოს. სამშვილელი იღვიძებს. ჩვენი ხელები სამშვილის სივრციდან გამოდიან. პატარას ხელებს შემოქმედებითად ეს სამშვენელი კვებავს. ხელები სამშვენელის მეტყველებაა. ხელები სამშვენელი სარკია. ხელზე ზემოქმედების გზით დააკვრა, ხატვა, კალიგრაფია. შეგვიძლია სამშვენელი შეცვლა. ეს დიდი და ღრმა თემაა. ამას ვერ განმოვითარებთ ეხლა. ბავშვი იზრდება და უახლოვდება გარდატეხის ასაკს. აქ ყველაფერი იცვლება.
ბავშვი იზრდება, რათა ის უნდა გარდატყდეს ან ქალწულში, არა ქალში, ან ვაშში, არა კაცში. კიდევ რატომ ქვია ამ წლებს გარდატეხის ასაკი? 12 წლის ასაკში სულიერი გონების სვეტი უკვე აღარ არის სვეტი. სულიერი გონება თავის კუთვნილ ადგილს, თავის ქალის ზედანახევარ სფეროში იკავებს. რატომ ხდება ეს? ქვეცნობიერი გონების ნაკადები ქვემოდან ზევით შეავიწრობენ სულიერი გონების ნაკადებს. შეიძლება ისიც მოხდეს, რომ სულიერმა გონებამ საერთოდ დაკარგოს წვდომა ტვინზე და ამ სვეტზეც. რა ხდება სამშვილდეში? გოგონას სამშვილდეში გრძნობადი ნაწილი იწყებს აღზევებას, ამიტომ გოგონებს მანერისტობა, ბრანჭვა ეწყებათ. ბიჭის სამშვილდეში ცნობიერი ნაწილი ფართოვდება, ამიტომ მათ დიდობანეს განცდები ეუფლებათ. მათ უნდათ რომ მოწყდნენ მშობლების სამშვილდეს, აქედან მოდის მათი სურვილი ეჯიუტდნენ მშობლებს. ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდა 12 წლამდე, რადგან ამ პერიოდში ყალიბდება ქვეცნობიერი გონების ფესვის ბუნება. ძალიან მნიშვნელოვანია აღზრდა 12-დან 18 წლამდე, რადგან ამ წლებში ყალიბდება სამშვილდელის ბუნების ფესვი. ამ პერიოდში ქალწული ან ვაჟი თავის თავში ჩამოიყალიბებს ან მიწიერ სამშვილდელს, ან არა მიწიერ სამშვილდელს. აი ამაზე დაწვრილებით და სახარებაზე დაყრდნობით მიწერია ნაშრომში, რაში გვჭირდება ქალწულება ან როგორ გავსართოთ შვილები. ამით დავასრულები მოხელვა კაცის, ქალის და ბავშვის ხედვაზე სულიერი ანატომიის გადასახედიდან. ადამიანი რომ ცხონდეს, მისმა სულიერმა ანატომიამ აუცილებლად უნდა გაიაროს ევოლუცია, ანუ მეორედ შობა. აი ამ თემას დაეთმობა შემდეგი ვიდეო. ვისაც დაწვრილებით აინტერესებს ადამიანის სულიერი ანატომია, რომელიც ძალიან მოკლედ არის მოცემული ამ 12 ვიდეოში, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს წიგნს ადამიანი როგორც სამყარო შვილი. წიგნს საჩუქრად მოყვება ჩემი მოგონებები მამა გაბრიელ სალოზე. დაგვირეკეთ ნომერზე 577 30 90 11. მადლობა.